ძვირფასო მეგობრებო, ეხლა თავს მივცემ უფლები და რაღაც რამოდენიმე რჩევას მოგცემთ, ვინაიდან მე თვითონ ექიმი გახლავართ. რა რეკომენდირებული არის დასაკვებები კუჭრაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, რა არის სასარგებლო და რა შეიძლება არ მიიღოთ ან თავი არ არის რეკომენდირებული. მაგალითად, შეგიძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოთ ქათმის, კურთხლის, საქონლის, ინდაურის ხორცის მჭლე, რა თქმა უნდა, უცხიმე უნდა იყოს და მოხარშულ მდგომარეობაში. ხორცსაკებ მანქანაში გატარებული ხორცი ყესების გარეშე თუ იქნება, კანის გარეშე თუ იქნება, მოხარშული ხორცის პაშტეტი შეგიძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოთ. ხორცის პროდუქტებიდან არ არის აუცილებელი და არც მიზანშეწონილი თუ მაგალითად კურჭნაწლავი გაწუხებთ სახონლის, ცხვრის, ღორის, ფრინველის, განსაკუთრებული იხვი, ბატის, ცხიმიანი შემწვარი, შებოლილი ხორცი და აგრეთვე თუ მოერიდებით ცეხვეულს და კონსერვებს, რა თქმა უნდა, იქნება სასურველი და უკეთესი იქნება. ეს დღეისთვის. ხვალიდან დანარჩენ პროდუქტებზე მოგაწოდებთ მოკლე ინფორმაცია. ჯანმრთელად იყავით.